სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართულ ბერძნული ილუსტრირებული ხელნაწერები გამოიფინა. ისინი ამჟამად სანქტ-პეტერბურგშია დაცული. მე-15 საუკუნეში შექმნილი ხელნაწერები მეცნიერთა შეფასებით ერთადერთი კრებულია, სადაც ჩართულია მინიატურები, რომლებიც მანამდე თავმოყრილი სახით არსად არ გვხვდება. ხელნაწერის გადაწერის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, ერთ-ერთი ვარაუდით ისინი ათონის მთაზეა შექმნილი. უპირველესად ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა ღონისძიებაში, რომელიც ამ დიად იუბილეებს პატრიარქთან დაკავშირებით მიძღვნილ იუბილეებს ეძღვნება, ჩვენ ყველგან ვარ ჩართული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. დღეს განსაკუთრებულად ასევე კარგი დღე არის ჩვენთვის, იმიტომ რომ გამოიცა ეგ ალბომი. ეს არის ქართულ ბერძნული ხელნაწერების ალბომი. საქართველოსდან იყო გატანილი და აღმოჩნდა პეტერბურგის ერთ-ერთ მუზეუმში და აი სწორედ წელს მიაკვლია მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მის ადგილსამყოფელს. ძალიან ბევრი მინიატურაა, ასეულობით მინიატურაა. ეს არის კალენდარი საეკლესიო, რომელსაც ყველა დღეს თითქმის ახლავს წმინდანთა მინიატურები. არის წარმოდგენილი ინფორმაცია და გამოსახულებები ერთი ხელნაწერის შესახებ. ეს არის ეგრეთ წოდებული ქართულ ბერძნული ხელნაწერი, რომელიც დაცულია პეტერბურგის კოლექციაში და რომელიც მკვლევართა აზრით შექმნილი უნდა იყოს მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში სავარაუდოდ ათონის მთაზე.